ახლა კი ყველაფერი ამიხსენი. მომისმინე, შვიდად გეკითხები. ყოველგვარი უხეშობის გარეშე, რომ სიტუაციაში ბოლომდე გავერკვე. ის ახალგაზრდა მოვიდა, სახლში წაგიყვანა და თავის ოჯახს ჩაგაბარა. არა? რატომ გამოიქეცი? არა ძმა ოსმან, ასე არ არის. ჯერ ჩემთან მოვიდა. მერე კი მამაჩემ გაიძულა, რომ აქ მოვსულიყავით. ნიშნულობა არ აქვს სალიჰა. ახლა რა მოხდება? ხვდები რაც გეკითხები. ასია ძვირფასო ის ბიჭი არ მოგწონს? მორჩა. შენ რა გონია, როცა მოგესურვება გაიქცევი და მერე უკან დაბრუნდები? აქ რატომ მოხვედი? თუ დედამისმა გაიძულა წამოსვლა. მითხარი. რა მოხდა? რაც არ მინდა იმის გაკეთებას ვერავინ მაიძულებს. ჩემი ცოლო ჩერთვა თუ უნდა მოვიდეს და ადამიანურად მთხოვოს ხელი. უფლება არ აქვს ასე უცერემონიოდ წამიყვანოს. ესე იგი, ასე გათხოვება არ გაწყობს, არა? მართლა ჭკუიდან გადამიყვან. რომელ ხელის თხოვნაზეა საუბარი, როცა სახლიდან წაგიყვანა? ახლა რა იქნება ასიე? რაში მაინტერესებს? რაც იქნება? ჩემი აზრი ერთხელ მაინც გიკითხავთ ვინმეს? ყოველთვის იმას მაბრალებთ, რაც არ ჩამიდენია. იმ ბიჭმა სახლში დატოვა და შეჯიბრზე წავიდა, თქვა დაბრუნებისთანავე ცოლად შევირთავო. ესე იგი, ეს მხოლოდ კაპრიზია და დანარჩენი ყველაფერი რიგზია, რა? ამ მდგომარეობაში ვის გამოცხარ, წადი და მასთან იყავი. წადი აქედან, მოშორდი. კარგად მომისმინე გოგონი. ამ სახლში დარჩენის უფლებას არ მოგცემ. ოჯახს არ შეგარცხვენინებ. ეშმაკსაც წაუღიხარ. წადი აქედან. ასიე შვილო. წაეთრიე. ასიე. ასიე